მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიღებ ტირამისუს რეცეპტს და ეხლა ვაკეთებ კრემს. და ნახოთ იმედია მოგეწონებათ თქვენც და გიზიარებთ. მაქვს ყველი თხევადი ყველი მაქვს 400 გრამი დამჭირდა და ასეთი ფიფიტები გვინდა ტირამისუსთვის 400 გრამი თხევადი ყველი ავურიე ოთახის ტემპერატურაზე აუცილებლად და კარგად უნდა აურიოთ და შეგიძლიათ დამატოთ კონიაკი ან რაიმე რაც თქვენ გინდათ, მაგრამ მე არაფერს არ ვამატებ ამ შემთხვევაში. და გვერდზე უნდა გადავდოთ აუცილებლად, იმიტომ რომ შემდეგ სხვა კრემიც უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთში უნდა აურიოთ. შემდეგ ავიღებთ 5 კვერცხის გულს და დავუმატებთ 150 გრამ შაქარს. ვუმატებთ აურევთ ჯერ, კარგად აურევთ და ამას კარგად რომ აურევ, შემდეგ დავდგი წყალი გასიცხელებლად, რომ მისი ორთქლით გავაკეთო კრემი და განახებთ როგორ. დავადგე ხა ორთქლზე და ასე აურევთ და ხელს არ გავაჩერებთ, სანამ ერთ მასას არ მივიღებთ და ჰაეროვან მასას, რა თქმა უნდა, ჰაეროვანი უნდა იყოს და განახებთ როგორ. ასეთი მასა მივიღეთ. იმედია ჩანს კარგად. ასეთი სტრუქტურა, ნაზი სტრუქტურა უნდა მიიღოთ. ორთქლზე 5 კვერცხი და 150 გრამი შაქარი. არ დაგავიწყდეთ. ეხლა დაველოდებით რომ ეს გაცივდეს ცოტა და შემდეგ ამას შევუღრებთ ამ მასას. ქართულად უმავიწყდება და რა გავაკეთო, არ ვიცი. თხევადი ყველი და ეს 5 კვერცხი და 150 გრამი შაქარი, რამასაც მივიღეთ ერთმანეთში შევუღრებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაველოდოთ რომ გაცივდეს ეს კარგად, რომ ერთმანეთში ავურიოთ კარგად, რომ რაიმე არ მოხდეს, ან არა იჭრას, ან რა ვიცი და ეხლა გავაკეთებ მე შესქელებული რძე, არ ვიცი რა ქვია. ქართულად ზუსტად ეგ უნდა ავთქვიფო ეხა და განახებთ. მაგრამ ქართულად თუ გამახსენდა გეტყვით, რა ქვია. ტირამისუსთვის აუცილებლად დაგჭირდება 350 გრამი ყავა. ეხლა გავაკეთებ 350 გრამ ყავას, რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე. და შეგიძლიათ კონიაკი დაამატოთ, ან ნებისმიერი სასმელი თუ გინდათ რომ უფრო გემრიელი იყოს. მე სავარაუდოდ ცოტა კონიაკს დავამატებ, ძალიან ცოტას, თუმცა აუცილებლად უნდა გააქრილოთ და გააციოთ, რა თქმა უნდა, სანამ დაიწყებთ აწყობას ტირამისუს. გავაკეთე ყავა 350 გრამი. უშაქროთ, რა თქმა უნდა, და ეს უნდა კარგად გავაციო ხა და კონიაკს დავამატებ ძალიან ცოტას. ეხა ესეც გაცივდა და შეურევ ხა ერთმანეთში იყო ნელ-ნელა ძალიან. ეხა ერთმანეთში შეურევ და განახებთ როგორი სტრუქტურა იქნება, ნელ-ნელა გადაურიოთ. ასეთი გამოვიდა. ერთმანეთში შეურიო, დიდი ხანი უნდა აურიოთ ერთმანეთში, რომ ერთი მასა მიიღოთ და აი კიდე აკლია უყურეთ, აი ბუშტუკები რომ არ ქონდეს ესენი, კარგად შევიდეს ერთმანეთში ეს მასები და ეხლა შემდეგ მეორე კრემს გავაკეთებ და ერთმანეთში შეურევ შემდეგ და განახებთ. ამ მასას ცოტა ხნით შევდეთ მაცივარში შეუცვლელად რომ გასქელდეს და ერთი მასა მივიღეთ რომ ცოტა გათხელდა ეხლა, იმიტომ რომ თხევადი ყველი რომ ვუქენთ ეხლა გასქელდება ამით და კრემს გავაკეთებ ეხლა. აი ეხლა ამით გავაკეთებ კრემს. შესქელებული რძეა, არ ვიცი, არ რძესავით რომ არის და ცოტა სქელი რომ არის და კრემს რომ ვაკეთებენ, არ ვიცი ქართულად რა ქვია. შესქელებული რძე, თქვენ სხვა რაღაცას ახლა არ ვიცი. ანუ ამას გავაკეთებ 450 გრამს
ავთქვიფავ, ოღონდ უნდა იყოს 25%-იანი დააკვირდით ამას და განახებთ როგორ ითქვიფება და როგორ მასას მივიღებთ. ეხლა ჩავთე და განახებთ როგორ მასას მივიღებთ. აი ასეთი არის ის კრემი, რაც გავაკეთეთ, შესხელდა საკმაოდ და ეხლა ითქვიფება კრემი. ხედავთ კიდევ როგორ გასხელდა და სხელდება და რომ მოხდება მე ამას და აი ამას 1 მინუტში შევურევ შემდეგ. უკვე ნელ-ნელა აღარ. აი ხედავთ როგორი მასა მივიღე. არაფერი დამატებულად გავთვრიფე, რადგან აქვს შაქარი პირველ კრემს და აი ეხლა მე ძალიან ფრთხილად გადაურევ ერთმანეთში კრემს და ერთ სრულყოფილ კრემს მევიღებ. სხვა არაფერი აღარ დაჭირდება, იმიტომ რომ მესამე კრემს ვაკეთებ ფაქტიურად, რომ ერთმანეთში შევურიო. ეს ბოლომ არის ბოლო ეტაპია და დავასრულებ კრემის გაკეთებას. ერთმანეთში შევურავ ხა ნელ-ნელა და თან ეტაპობრივად განახებთ როგორი გამოდის. აი ასეთი არის, შუქი მოვიტანე ხა განათება რომ უკეთ დაინახოთ. აი ასეთი მასა არის და ეს არის ასეთი. ესეთი მოყვითალო არის საკმაოდ, იმიტომ რომ კვერცხის გულმა მისცა ფერი, რადგან სახლის კვერცხი იყო. კაკაო მოვიტანე, რადგან გვჭირდება როგორც ზემოდან და ყავა კიდე როგორც ვიცი, კი გაცივდა უკვე და დავიწყებ აწყობას. ფიქრობ რომ ეხლა ეს მასა გადმოვიტანო აქ, რადგან ეს უფრო დიდი არის და მეტი მოცულობა აქვს და გვჭირდება ასე. ამას ასე გავაკეთებთ. ახლა შეიძლება კამერა შედაინახოთ, მაგრამ მეორე ხალხი მიჭირავს. თქვენ ეგეთ დაინახეთ, აი ასე ნელა-ნელა. ეტაპობრივად არის ჩანს თუ არა. ძალიან ფრთხილად და ნაზი მოძრაობით. შემდეგი ხარ ისე ეტაპი. ახლა უზავარკოს ორი ამოღება. ასე ძალიან ნელა მოძრაობით რა. ფრთხილად. ისე ახედა. ასე. 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 შევჩოდეთ. ეს გარჩა კრემი. ძალიან ნაზი არის ორივე კრემი და სიფრთხილით არის გამოსაყენებელი. რა ვიცი მე არა იჭრას, ყველაფერი ხდება ყოველთვის. აღარ არის ხედავთ? ნელი მოძრაობით ეხლა აურევ ერთმანეთში. საკმაოდ ბევრი გამოვიდა კრემი და იდეალურად გავავსებ გულს კრემით, რადგან მე კრემი ძალიან მიყვარს და ამას კარგად ავურევ. ეხლა მე გადავიღო ხა ესე რთული არის ძალიან ასე გადაღება, სიმართლე გითხრათ. და თქვენთან ერთად დავაგებთ კრემი. ძალიან ბევრი ეტაპი აქვს, მაგრამ პირველი რაც გავაკეთე კრემი, პირველი კრემი რაც გავაკეთე მე, თხევადი ყველით და კვერცხის გულით და შაქრით, ხო ჯერ ფაქტურად პირველი ეტაპი იყო ყველი, კრემი, შემდეგ იყო კვერცხის გულებით და შაქრით კრემი. ის ხომ ერთმანეთში ავურიებ, ის შეგიძლიათ წინა დღეს გააკეთოთ, რადგან უფრო კარგი გამოვა კრემი და უფრო გემოები გაუჩნდება ერთმანეთს, რა თქმა უნდა. და შემდეგ უკვე ეს შესქელებული რძე გავასქელე მიქსერში, ერთი მასა მივიღე და მე უკვე ერთმანეთში შევურიე ეს ყველაფერი და ეხლა აურიე. და გამოვიდა იდეალური ფაფუკი მასა, აი ნაზი, ჰაეროვანი, აი არ ვიცი რა გითხრათ. ეხლა გავშენთ მე და გეტყვით.
გამოსინჯო. არ გამოსინჯე საერთოდ არ ვიცი როგორი არის. ეცადეთ. აი ისეთი კრემია რომ აი რაღაცნაირი საოცარი მართლა უყურთ. ნაზი პირში დნება და იცი როგორი არის აი არც ძალიან ტკბილი არ არის, აი არც აკრე, აი ჰაეროვანია ისეთი რომ აი ერთ კოს რომ შეჭამთ და გული რომ აქ იმსუხოთ ასე რომ ვთქვათ და შემდეგ ვეღარ შეჭამოთ, ანუ მასე არ არის, აი გინდა რომ ჭამო კიდე იმდენათი ჰაეროვანია და ნაზია და საოცარი კრემი გამოვიდა. აი შეხედეთ. აუცილებლად ცადეთ აი საოცარი. პირველად გავაკეთე მეც და აი ძალიან ყოფილი ვარ, ძალიან. ეს არის ტირამისუს კრემი. კაკაო მოვიტანე როგორც გითხარით, ყავა გაცივდა უკვე და დავიწყებ აწყობას. მოვიტანე ასეთი პლასმასი, მგონი უფრო კარგი იქნება რომ შევაწყო. უფრო დაცული იქნება თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამეში გააკეთოთ არ აქვს მნიშვნელობა მაგას და დავიწყებ ახლა ნელ ნაწილს და მოვიტანე აი ასეთი ამოსაღები რომ უფრო ადვილად ამოვიდა. აი ეს. ცოტა ეტაპს განახებთ. გავხსნი ამას. აი ესე. Kita შეფრთხილს ორი ესეთი შეფრა, ან 4 შეფრა მაქსიმუმ. და როგორც გიხარით, ეს სამწუხაროდ აღჭირდება, ეს ყავა 60-70 გრამი და ჩავდეთ, თორემ წამს უნდა ამოვიღოთ, ანუ არ უნდა გავაჩეროთ, წამებით კი არ უნდა გავაჩეროთ. ჩავდეთ და ამოვიღებთ. აი წამიერეთს მგონი ვერ მოვასწარი მე. მართლა გითხარით. აი ამებს ახლა გავაკეთებ თლიანად და დაგიბრუნდებით. აი ასეთი გამოვიდა ერთი ფენა. ეხლა კრემს დავსხავ. კარგად დაასრულე, საკმაოდ ბევრი კრემი გამოვიდა. საკმაოდ. როზე გადაადგა ყოფას და ქვემოდანაც. და დავჩერდით სავარაუდოდ ასე ვფიქრობ მე. ამ რეცეპტის მიხედვით გავაკეთე კრემი და ამიტომ გამოვიდა ბევრი. საკმარისი არის ეს და ზემოდან გადავანაწილებ შემდეგს. აი ხა შპატულას არ ვიცი რა ქვია, ცოტა ვიძახე. ეს გადავანაწილებ. აი ეს კარგად. ყველგან. ესე. Așa. Deci un pic mai urpens. Da, ți-a plăcut. Grazie. აი ასეთი გამოვიდა მეორე ფენა და ყავა მეყო ზუსტად. საიდან ჩაი? ძალიან ცოტა. და ეს გამჩაუხე. ახლა ჩაუხე ორი ჟოპი. ეს შევხვდე. დავასხავ კრემს ისე. არ დავინანოთ რადგან. შემდეგ სადაც ამოდის კრემი. აი ესე. კარგად გადავანაწილოთ. კარგად. ნუ, ჩემი აზრით რო არის წავა ხა ეს. Razomის იქნებოდა დიამეტრი. razomის საში გავაკეთებდი. მაგრამ აი გულს მეთქი გითხრათ, ზუსტად ხო კრემიც. აი ზუსტად არც კრემი არ დარჩა, არც ყავა არ დარჩა, იმდენად ზუსტი პროპორციებითა. დაცული გაკეთება რა. აი ეს. ახლა ეს გადაგდაცებ. და კაკაოს დავაკეთე. მე დღეს გავაკეთებთ.
კაკაოს. ეხლა დავიწყებ კაკაოს დაყრას. მარცხენა ხელით უნდა დავაყარო და მარჯვენაც ჩავყარო. არ ვიცი როგორ მოვახერხებ, ძალიან რთულია. ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მე ხომ მარცხენა ვარ. დავავსოთ. კონსერვაციის ერთი კოვზი, სუფრის კოვზი. კაკაოს სულე საკმარის იყო აი ამ. მისთვის მე გადავაყრე, იმიტომ რომ საკმარის იყო. ათ მე მოვიდა, იმიტომ რომ მე ხომ მარჯვენა ხელით ჩავყარე. აი ეს. და შემდეგ უკვე დავაფარებ ამ კაკაოს. არ ჭირდება. და შემდეგ უკვე გამოსახულს დავაფარებ, რომელიც არის ნამსხვრებისთვის სპეციალურად ეს პლასმასი. ასე დავაფარებ. და შევინახავთ ხვალამდე. და ხვალ გავჭერთ უკვე. იმედია მოგეწონათ. აუცილებლად გააკეთეთ თქვენს. საკმაოდ მძიმეა. აი ასეთი გამოვიდა. აი ეს. თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ძალიან დიდი თხოვნა. და ახლა დაგემშვიდობებით და აუცილებლად დავურთავ ფოტოს თუ როგორი გამოვიდა შიგთავსი. ეს მოხდება ხვალ და თუ დღეს ავწერთავ ვიდეოში არ იქნება, მაგრამ ფოტო იქნება მაინც გამოსახული ვიდეოზე ზემოდან და თუ არა და ხვალ თუ დავდებ მე ამ ვიდეოს აუცილებლად მივაბავ შიგნიდან თუ როგორი გამოვიდა. დავით გემშვიდობებით და ძალიან დიდი თხოვნა რომ არხი გამოიწეროთ. ნახვამდის.